სასამართლო პოლიტიკურად აღქმული 11 პირის სასამართლო ფაქტობრივად დაამთავრა დღეს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. ანდრო ჭიჭინაძე, უნისე ცხადაძე, რეზო პიკნაძე და სხვები განსაჯელის სკამზე იმიტომ მოხვდნენ, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. საქმე შეკერილია, არ არსებობს მტკიცებულებები, ამბობენ ადვოკატები. ვერ ვიგებ რას მედავებით, კონკრეტულად რას. რა დააშავა ანდრო ჭიჭინაძე და სხვა ბიჭებმა. ჯგუფურობას ნაცნობობა არ ჭირდება, როგორ შეიძლება გვერქვას ჯგუფი და საერთოდ ნაცნობებიც არ ყავდეს ერთმანეთში. ეს კითხვები დღეს სასამართლოს მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ დაუსვა მოსამართლეს პროკურორებს, რომლებიც თუნდენ. ამ საქმის მოსამართლე გუშინ შეიცვალა. ადვოკატებს ჰქონდათ კითხვა 250 გვერდიანი 13 ტომის წაკითხვა, როგორ მოასწრო მოსამართლემ ამ საათებში და მითხოვდნენ მის აცილებას, მაგრამ მოსამართლემ თქვა, რომ კიო, ამდენი ტომი წავიკითხეო და უბრალოდ კი არ წავიკითხე, გაეცნო, გაიაზრა ეს ყველაფერი. მოდით ნახოთ ერთ-ერთი განსაჯელის გამოსვლის ნაწყვეტი. მე უბრალოდ ვერ ვიგებ თქვენ რაზე ვდაობთ ეხლა კონკრეტულად რას მედავებით, ანუ აი ანდრო ჭიჭინაძემ იქ რა დააშავა, ეგ არის გაუგებარი, ეს ერთი. ეხლა მეორე ჯგუფურობას არ ჭირდებაო, ნაცნობობაო და ერთმანეთის ცნობაო. ესეც არ ვიცი, რაღაც ახალი გამოგონება თუ არის, არ ვიცი. როგორ შეიძლება რომ ჩვენ ვერ გვაქვს ჯგუფი და საერთო ნაცნობებიც არ გვყავდეს ერთმანეთთან და სასამართლოებზე ნახევარი ადამიანები, ამ ადამიანების გადასარევი ადამიანების გავიცან პირველ სასამართლოზე, ნახევარი მეორე სასამართლოზე. და რაღაცა ჯგუფში ვართ მოაზრებულები, სადაც რა თქმა უნდა ბრჭყალებში რაღაც დანაშაული ჩავიდინეთ, ისე რომ ერთმანეთს არ ვიცნობთ, პლუს სხვადასხვა დღეს გვედავებით ვერავის ვერ შეაშინებთ და თუ ვინმეს ეშინია, ეს შიშიც ძალიან ადამიანური რამე არის, ამ შიშებს და სისუსტეებს გადავაბიჯებთ. და გაგრძელება ქონდა არასოდეს დანებდებიან, სხვადასხვის ბოლომდე ამ შეძახილებით გამოდიოდნენ სასამართლოს დარბაზიდან, იქ განსაჯელის სკამზე, ასე თქვათ, მოყვანილი არა მარტო ქართული ახალგაზრდების, იქ სხვა ასაკის ადამიანებიც არიან, აქციის მონაწილეები. ეს ადამიანები, რომლებიც მათ საგულშემატკივროდ მივიდნენ იქ და რომელთაც დარბაზის დატოვება აიძულა მოსამართლემ, რომელმაც მოგვიანებით ყველა მათგანის პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა. მოდით ეს ვიდეოც ვნახოთ. ამ პარასკევს პროტესტის მეასე დღე იქნება 28 ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე. რუსთაველი ყოველდღე იკეტება ასობით მოქალაქის წინააღმდეგ გამოყენებული ფიზიკური ძალის შემდეგ სისტემა გადავიდა ფინანსურ ტერორად აღქმულ ჯარიმებზე. 2 თვეზე მეტია პატიმრობაშია 37 მოქალაქე. სისხლისამართლებრივი დევნა დაიწყო 60 პირზე. პროცესებს და მათ შორის მზიამაღლობელი საქმესაც განიხილავენ მოსამართლეები, რომლებიც სისტემაში 2 თვის წინ შევიდნენ. ვიქტორ მეტრეველმა ის უკანონო პატიმრობაში დატოვა. რატომ იყო მისი გათავისუფლების შემთხვევაში მიმალვის საფრთხე? ამ კითხვას პროკურორმა ვერც უპასუხა. ხდომა გუშინ გაიმართა, მოსამართლემ გაითვალისწინა ყველაფერი, რაც სურდა პროკურატურას და არაფერი ადვოკატების შუამდგომლობებიდან. ნახეთ, რას წერს საია. სასამართლომ დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, 18 ვიდეო მტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება. აღნიშნული ქმედებით სასამართლომ მზიამაღლობელი დატოვა დაცვის უფლების განხორციელების გარეშე და პროცედურულადაც კი არ უზრუნველყო მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ მოეძებნება პრეცედენტი ქართულ
მართლმსაჯულებაში აცხადებენ მზიამაღლობელის საქმის ადვოკატები და ამ საქმის წამყვანი ადვოკატი ქალბატონი მაია მწარიაშვილი იურიდიული კომპანია BLB-ის უფროსი პარტნიორია ახალ ჩვენთან სტუმრად, რომელიც ბათუმიდან სულ ახლახანს ჩამოვიდა და თქვენი პირველი შტაბ-შტილებები კი ვნახეთ გუშინ ღამითვე, მაგრამ ახლა უფრო შედარებით დაწყალებულზე რა შეგიძლიათ გითხრათ? მოგესალმებით გიორგი, მივესალმებით ტელემაყურებელს. ეხლა განცხადებაში რაც წაიკითხეთ, მოკლედ ეს არის, მაგრამ აი წინა პროცესსაც ვადევნებდი თვალყურს და ერთ-ერთი ასე ვთქვათ უკანონო პატიმარი სწორედ ამას ითხოვდა სასამართლოსგან, რომ გამარჯვებინეთ რა შემედება ბრალიო, ხომ, ჭიჭინაძე. ეს ხო იდენტური ამბავია ყველა პროცესზე. ზუსტად ჩვენ პროცესზეც ზუსტად მოსამართლეს ამას გთხოვდით, რომ პროკურატურა ეიძულებინა პროცესზე რამე ეთქვა, რატომ ითხოვდნენ, რომ მზია უნდა დარჩენილიყო უკანონო პატიმრობაში. არაერთხელ ვუთხარით მოსამართლეს ეს, რომ პროკურატურას კეთილიანება და ერთი წინადადება მაინც ეთქვა, მაგრამ რასაკვირველია არაფერი ასკრა პროკურატურამ. გარეთ რო გამოვიდა პროკურორმა, შემდეგ თქვა ასეთი რამე, რომ ახალ დანაშაულს ჩაიდენს. დიახ, აი ეს თქვა, რომ ჩაიდენს ახალ დანაშაულს და რომ მიიმალება, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც კანონი ითხოვს. რას ფიქრობს პროკურორი, ეს არავის არ აინტერესებს. მან უნდა მიუთითოს გარემოებებზე, მტკიცებულებებზე, რას აყრდნობს თავის მოსაზრებას. მამა ღმერთი ხო არ არის, მისი აზრი არავის არ აინტერესებს. მან სასამართლოს უნდა წარუდგინოს გარემოებები, მტკიცებულებები, რასაც აყრდნობს. ამას ერთი და შემდეგ უნდა ასაბუთოს, რომ ამ გარემოებების და მტკიცებულებების არსებობის პირობებში მხოლოდ პატიმრობა უზრუნველყოფს. ესე იგი, მას უნდა იქ პროცესზე ემტკიცებინა, რომ მზია ამაღლობელი რაღაცა შავი ხვრელებით ასე ისე მიიმალება და რაც თავარია, მიმალვის საფრთხე აი პირველი უკანონო გადაწყვეტილებითაც კი სასამართლომ არ გაიზიარა, პროკურატურამ გუშინ ეს ვერსია ასე ვთქვა თავი და ეს ორი წინადადება თქვა პროცესზე და სასამართლომ თქვა, რომ მიაჩნია, რომ მზია ამაღლობელი ჩაიდენს ახალ დანაშაულს. ეს იყო სულ პატიმრობას რაც შეეხება, ეხლა რო არ ჩავთვალოთ ჩვენ რამდენი ხანი ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება გუშინდელ პროცესზე, მინდა რომ კარგად გაიგოს ეს მსმენელმა და მარტო ჩვენი შეფასებები არ მოისმინოს ამასთან დაკავშირებით, იყო რა სასამართლო მართლაც ყველა ჯერზე ჩვენ სასამართლო გვაოცებს, ყველა მორიგი გადაწყვეტილებით სასამართლო, ქართული სასამართლო ხსნის თავისი უკანონობის რეკორდს. ანტირეკორდს. წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს ჩვენი სასამართლო. მზიას შემთხვევა ეს იყო, გიორგი, ეს იყო ისეთი შეშინებული სასამართლო, მე თუ მკითხავთ და ისეთი შეშინებული ბრალდება, რომ სასამართლო იმაზე წავიდა, რომ ყველა მტკიცებულება თუ კი რაიმე დაცვა მიიტანა საქმეში, ერთი ხელის მოსმით ამოიღო ამ საქმიდან, ანუ გადაყარა, გააქრო საქმიდან. ამის საფუძველი რა იყო? პროკურორი მოვიდა ერთი დიდი შუამდგომლობით და თქვა, ეს ჩვენ ხო ვცვლით მტკიცებულებებს. ეს საქმესთან შემხებლობა, არაფერს არ აქვს საქმესთან შემხებლობა, ყველანაირი დასაბუთების არგუმენტაციის გარეშე და რაც მთავარია, იმ დონის სამართლებრივ ანაბანას ხსნით ხოლმე ჩვენ პროცესზე, გარდა იმისა, რომ სინდის ნამუსაც ხსნით და სხვა რაღაცებს, იმ დონის ანაბანას ხსნით, რომ მოსამართლეს ვუხსნით რა უნდა ქნას ამ სტადიაზე, მას ამის უფლება არ აქვს. ეს არის ჩემი უფლება, მე ჩემი დაცვის ხაზი დავაყრდნო რაღაც გარემოებებს, რაღაც მტკიცებულებებს, ამისთვის მივიტანო რა მოწმესაც ვთვლი საჭიროდ, რა ნივთიერ მტკიცებულებასაც ვთვლი საჭიროდ და ამას დავაყრდნო ჩემი დაცვის ხაზი. ამ ეტაპზე ამის შეფასება არ ხდებოდა გუშინდელ პროცესზე, ამის უფლება სასამართლოს არ ქონდა. გუშინდელ პროცესზე მას სხვა რამეზე უნდა ემსჯელა და კერძოდ რაზე, რაც ჩვენ დავაყენეთ ბრალდების მტკიცებულებებთან დაკავშირებით, მას უნდა ემსჯელა, რომ თუ იყო რომელიმე მტკიცებულება, რომელიც კანონის არსებითი დარღვევით იყო მოპოვებული და თუ ეს მტკიცებულებები აუარესებდა მზიას მდგომარეობას. ხო წარმოვიდგენთ? თვითონ მზიას მდგომარეობას. ეს არის კანონი ამას ითხოვს. დაცვის მტკიცებულება როგორ აუარესებს მზიას მდგომარეობას, ხომ? ეს ხომ მისი პოზიციის სამტკიცებლად არის სასამართლოში მიტანილი. ანუ სასამართლო ფაქტიურად გუშინ დაასრულა პროცესი ისე, რომ არც დაწყებულა.
იმიტომ რომ ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მნიშვნელოვანი და არამნიშვნელოვანი ყველა ამოიღო საქმიდან. რა იყო მათ შორის? ეხლა ჩვენ ციფრები წარმოვადგინეთ, მაგრამ ამის უკან რა იყო? ამის უკან ძალიან მარტივი და საჯარო სივრცეში ვთქვათ გავრცელებული რასაკვირველი არაერთი ვიდეო ის რაც მაგალითად ეს ასე ვთქვათ ყბადაღებული ადმინისტრაციული დაკავება, მისი უკანონო დაკავება, ხომ? პირველი დაკავება, რასაც აყრდნობს სასამართლო მის უკანონო პატიმრობას ვიდრე დღემდე გუშინდელის ჩათვლით. როცა სტიკერი გააკრა. ჩვენ სასამართლოს მიუტანდეთ ეს კადრები და ვეუბნებით, აი დააკავეს სტიკერის კადრისთვის. აი აკავებს ბესელია, გაახილე თვალი და შეხედე. არა მარტო გაახილე, იქ ისმის კიდევაც რატომ აკავებს და უთითებს სტიკერის რატყისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს. სასამართლომ ეს მტკიცებულება ამოიღო საქმიდან, გიორგი. თქვა რომ არ აქვს ამ ვიდეო კადრს შეხება ამ საქმესთან. მაგალითად, პოლიციელები როდესაც ამბობენ, რომ თურმე ბატონ დებუაძეს ლოყა გაუწითლდა და მათ დაინახეს, ჩვენ მივიტანეთ აი ამ მცირე ინციდენტი ხას უსვამ, სილის გაწვნის ინციდენტიდან რამდენიმე წამში, არაუმეტეს 50 წამისა, დებუაძესთან მოკლე ინტერვიუ, რომელიც აჭარის ტელევიზიის ლაივში გადიოდა და მათ შორის ბათუმელებისაც და ჟურნალისტი მას კითხვას უსვავს და ძალიან კარგი კადრი ჩანს მისის სახე ორივე. აი ხა თან გადის ეს კადრები და შეგვიძლია დავაკომენტაროთ, ხო? ხო, სავარაუდოდ მე ვერ ვხედავ ახლა კადრებს. ანუ მოსამართლემ თქვა, რომ მას ურჩევნია, მას არა ეხლა სხვა მოსამართლე იმსჯელებს, მაგრამ იმას ურჩევნია პოლიციას ლოყა. დიახ, აი დებუაძეს ლოყა. როგორ კარგად ჩანს ორივე ლოყა. აქ თუ ვინმე სიწითლეს დაინახავს, მაგრამ მოსამართლემ ჩათვალა, რომ ეს თურმე ამას არაფერი საერთო არ აქვს საქმესთან. რამირეთ, ეს საქმესთან კავშირში არ არის. იქ წერია, რომ ლოყის აწითლების გამო ეს რაც დაკავებული წითელი ხომ უნდა კონდეს ეს ლოყა და აქ ჩანს რომ წითელიც არ არის. თვითონ ეკითხებიან ამას, მათი ბრალდების მოწმეები, რასაც ამბობენ, იმის საპირისპირო მივიტანეთ ჩვენ. ეს ძალიან მარტივი შედარება, მაგრამ გარდა ამისა, ამ საქმეში ხო მთელი ბრალდების მტკიცებულება რა გახლავთ? ეს არის 7 მოწმე პოლიციელი, მერვე თავად დებუაძე, 7 პოლიციელი, რომელიც ამბობს, რომ ლოყა გაუწითლდა, დებუაძე, რომელიც ამბობს, რომ ლოყა გაუწითლდა, 44 წამიანი კადრი. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებამ ვითომ მოიპოვა განჩინება, რომ აჭარის ტელევიზიიდან მას უნდა ამოეღო ამ აქციასთან დაკავშირებული კადრები, შავი მასალა, ყველა კადრი, ბოლო მომენტში მოჭრეს მხოლოდ 44 წამიანი, აი მხოლოდ სადაც სილის გაწუნა ჩანს და მეტი არაფერი. გამოძიებამ შეეშინდა მანამ და მერე არც ერთი კადრი არ ჩადო ამ საქმეში. შესაფასებლად, ანუ სასამართლოში მოიტანა 44 წამიანი კადრი, ანუ რატომ მოხდა ეს ამბავი? ამას უკან ისტორია არ აქვს. უკანა ისტორიაზე ჩვენ ვსაუბრობდით, გიორგი, და ამ პროცესზე ჩვენ უნდა გვესაუბრა და მაინც ვისაუბრებთ საპოლიციო ძალადობებზე, რაც რაც წინ უძღოდა ამ ამბავს არაერთ საპოლიციო ძალადობაზე ამ პროცესზე ჩვენი მტკიცებულებები სწორედ იმ თვალსაზრისით იყო წარმოდგენილი, რომ ვინ იყო ნამდვილი მოძალადე ამ პროცესებში და ვინ იყო ნამდვილი მსხვერპლი. არაერთი უკანონოდ დაკავებული მათზე ძალადობა განხორციელებული პოლიციის ამავე შენობაში. თავად ეს დაზარალებულები ვიზეც იძალა და პოლიციამ და მათ შორის დებუაძემ. მათ შორის მოწმეები, რომლებიც ხედავდნენ პოლიციის შენობაშივე მათზე განხორციელებულ ძალადობას. მათ შორის დოკუმენტური მტკიცებულება, რომლებიც წერს მათ სხეულზე არსებულ დაზიანებებს უკვე იზოლატორში შესახლების მომენტიდანვე. ანუ ეს არაერთი ძალადობასთან დაკავშირებული მტკიცებულებები სასამართლომ, ასე ვთქვათ, ამოყარა ამ საქმიდან, რომ თურმე ამ საქმესთან არ აქვს ამ მტკიცებულებებს შემხებლობა, რომ არ მისცეს დაცვას საშუალება, საერთოდ, ანუ პროცესზე წარმოიდგინეთ ამ საქმეში დარჩა პრაქტიკულად დაცვის ორდერები, მეტი არაფერი, გიორგი. ანუ ჩვენ უნდა მივიდეთ და უსმინოთ 7 პოლიციელი როგორ მოყვება, რომ ლოყა გაუწითლდა თურმე დებუაძეს, თავად დებუაძე უნდა მოვიდეს და თქვას, რომ გაუწითლა და ეტკინა და ჩვენ უი ვაი უნდა ვიდაგდია. ანუ ჩვენ განიცადა ფიზიკური ტკივილი, მათ შორის ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილება გქონდა ამავე საქმეში.
საგანში, სხვათა შორის ნევროლოგიური ექსპერტიზა, ამ კითხვებით ექსპერტთან, ამ ტიპ და ბევრ სხვა გარემოებაზე მითითებით, თუ შეიძლება ამ ტიპის ზემოქმედებას მის ლოყაზე გამოეწვია საერთოდ რაიმე ტკივილი, ესაც ამოიღო სასამართლომ და ასევე სპეციალისტთან, სამედიცინო დარგის სპეციალისტთან ასევე ამ კადრების დათვალიერება იყო და იმ ნებისმიერ ტკივილს აქვს მისი გარეგნული გამოვლინების ნიშნები. ამ კადრებთან დაკავშირებით საერთოდ თუ ჩანდა რაიმე ტკივილის ამსახველი გარეგნული ნიშნები, მოკლედ ესაც ამოიღო. თუ კი რაიმე ნახა მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობით ამ საქმეში, ამოიღო დაცვის ნამუშევარი ყველაფერი აბსოლუტურად, იმიტომ ვთქვი, მე ასეთი შეშინებული სასამართლო და ბრალდება არ მინახავს გიორგი, იმიტომ რომ აი ვთქვათ, როდესაც აკავებს ბესელია, ხომ? აი რა უნდა ეთქვა მოსამართლეს? უნდა ეთქვა, რომ ეს ამ ბესელია არ არის, ან ეს დაკავება არ არის, მზია უბრალოდ შეიპატიჟეს პოლიციის განყოფილებაში, ხომ? აი წარმოიდგინეთ, მოხსნეს პრობლემა, მაგრამ ამის უკან სამართლებრივ ენაზე ეს რამხელა აბსურდია. ადამიანს არ აქვს დაცვის უფლება, ადამიანს საერთოდ სამართლიან სასამართლოზე აი პროცედურული უფლებაც კი არ აქვს, რომ დაიცვას თავი, თქვას, რომ აი ჩემ პოზიციას ვაყრდნობ ამას და თანის 17 მოწმე მიაქციეთ ყურადღება, ეს არის ყველა ის ადამიანი, ვინც ამ აქციებში კადრებზე ჩანს, ვინც უყურებდა, ანუ კადრების მიხედვით დაბარებული მოწმეებია. ეს ის მოწმეებია, ბრალდება რომ იტყუებოდა თავდაპირველად პატიმრობის შეფარდებისას, რომ ვითომ იდენტიფიცირება უნდა მოეხდინათ აქციის მონაწილეების და გამოეკითხათ და სინამდვილეში ჩაამწყრივეს პოლიციელები და მარტო პოლიციელები გამოკითხეს, ეს ის მოწმეებია, ჩვენ მივიყვანეთ ის, ანუ ჩვენ წარვადგინეთ ეს შუამდგომლობები, მათი გამოკითხვის ორქმები და სასამართლო მიიღო აი ასეთი სამარცხვინო, უკვე კომენტარიც მიჭირს ხოლმე, თან პროფესიული კომენტარი გავაკეთო, თან ეთიკის ფარგლებში დავრჩე, მაგრამ აი წარმოუდგენელი გადაწყვეტილება მიიღო, ამიტომ ეს საქმე არის სრულიად უპრეცედენტო. აი როგორ უნდა ამტკიცონ, ერთია ხო ეს განუცადა ფიზიკური ტკივილი, ეს არის რაღაც სუბიექტური აღქმა ადამიანის. ეხლა სხვადასხვა ადამიანი შეიძლება ერთ და იგივე სიმძლავრის შეხებაზე განსხვავებული რეაქცია ჰქონდეს. ამისთვის არსებობს სასამართლო ექსპერტიზა და ასე შემდეგ. მე ვფიქრობდი იმის თაობაზე, აი რა, როგორ შეიძლება თავი დაიძრენა ამ კუთხით ხო და მაქვს ერთი ხრიკი მოფიქრებული ამ ხრივ პროკურორს რა უნდა გაეკეთებინა, რომ ბატონ დგებუაძეს უნდა დაეწერა პატაკი და ეთქვა, რომ რამდენიმე დღის წინ მან გაიკეთა მარცხენა ლოყის პლასტიკური ოპერაცია, ნაოჭები გაისწორა ან რაღაცა და ახალ ნაოპერაციებზე უარტყეს, ამიტომ განიცადა განსაკუთრებით მისმა ლოყამ ფიზიკური ტკივილი და დაუზიანდა. ქონდა ამ საქმეში სამედიცინო. მე თვითონ ხუმრობ, მაგრამ სინამდვილეში სულ აბსურდია. რასაკვირველია ამ აბსურდამდე. თავი დავანებოთ იმაზე, რომ მართლა რომ განიცადა ეს ტკივილი და რაც არ უნდა ყოფილიყო, ამის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ქალის მით უმეტეს და ჟურნალისტის უმეტეს თავდასხმის ბრალდებით ხო საერთოდ აბსურდია. ჩემი კითხვა იმაში მდგომარეობს, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა არ იკვებებით არანაირი ილუზიით, რომ ამ სასამართლოში რაღაცა, ასე ვთქვათ, სიმართლის პოვნა იქნებოდა შესაძლებელი. აი, როგორი არის პერსპექტივაში თქვენი სტრატეგია იმ ხრივ, რომ რა ეტაპზე შეიძლება ეს რეაგირების საგანი გახდეს აი ევროპული სასამართლოებისთვის თუ ასე შემდეგ. როგორ შეიძლება ეს დაჩქარდეს, რომ იქამდე მივიდეს? იცით რა, მიუხედავად აი ამის პროცესზეც თქვი, ჩვენ წესით დარბაზი უნდა დაგვეტოვებინა იმ წუთასვე. უბრალოდ მზი არ დავტოვეთ დაცვის უფლების გარეშე და ასე ვთქვათ, ბურთი და მოედანი არ დაუტოვეთ და არც მივცემთ ამ კომფორტის საშუალებას. ვისაუბრებთ ამ საქმეზე ყველა ფორუმი, თუ ეროვნულ დონეზე, თუ საერთაშორისო დონეზე, მათ შორის აი ამ ტიპის გადაწყვეტილებებმა რასაკვირველია უფრო შეამცირა გზა სტრასბურგამდე და რაც უარესი, ასე ვთქვათ, რაც მეტი უარესი, რასაკვირველია სტრასბურგის თვალსაზრისით, ეს საქმე იქნება ერთ-ერთი санიმუშო საქმე. ამაში დარწ санიმუშო ცუდი გაგებით, რასაკვირველია ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუმცა მანამდე მოგვიწევს ყველა ეტაპზე, თავისთავად ცხადია, ჩვენ მაინც დავიცვათ მზიას უფლებები ნებისმიერი საშუალებით. სტრასბურგთან დაკავშირებით მუშაობთ, საიეს მიყავს ძირითადად ეს თემა, ძალიან ვფიქრობ, მალე უკვე იქნება
საჩივარი გარძავნილი ამ თვალსაზრისით. ველოდებოდით, რასაც პირველია წინა სასამართლოს ხდომას აღკვეთის თვალსაზრისით, რომ ეს კიდე ერთი ეტაპი იყო გასავლელი. ამ ეტაპზე სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა აღკვეთის კანონიერებაზე ამ ეტაპისთვის. აი ამ საშინელებას ვერავინ ვერ წარმოიდგენდა და ამას არ ველოდებოდით. ეს აბსოლუტურად ახალი ნოუ-ჰაუ იყო ამ საკითხში. ყველა ჯერზე ამ თავიანთ ანტირეკორდებს ხსნიან და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, დაცვის პროფესიონალიზმს, ასე ვთქვათ, მოთმინების უნარსაც და ასე შემდეგ, მაგრამ ალბათ გადამწყვეტი მაინც არის უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ერთია, როცა რაღაცა დააშავე ადამიანმა და ცხადია იბრძვი მაინც თავისუფლებისთვის, მაგრამ მეორეა, როდესაც აბსოლუტურად უდანაშაულო ხარ და საჩვენებელი სადამსჯელო ოპერაციის მსხვერპლი ხარ. მზემ ამდენი დღის განმავლობაში იშიმშილა ზუსტად აი ამ ღირსების შეურაცხყოფის გამო და მან ძალიან ბევრ ისეთ რამეს გაუძლო, რასაც ძლიერი მამაკაცი ვერ გაუძლებს, მაგრამ ქალები რო ბევრ რამეში გჯობიან უმრავლესობას, ეგეც არა მარტო მზიას მაგალითზე ვნახეთ ჩვენ. მქონდა თუ არა კონტაქტის საშუალება უკვე ამ სასამართლო პროცესის გუშინდელის შემდეგ, ან ბოლოს როცა გქონდათ, რა არის ის ძირითადი მოსაზრებები და განწყობა, რომელსაც მზია თქვენთან იზიარებდა? იცით რა, ხო, მზიას ყურება ამ პროცესზე ჩემთვის ემოციურად იყო ძალიან მძიმე და გამანადგურებელი. რატოს და ერთსაც კიდე ქვეშ ეკითხვას. მე როგორი შთაბეჭდილება მქონდაც, მე არ მქონდა საერთოდ ოპტიმისტური განწყობა, მაგრამ დროს ხელისუფლების კანონია ესეთი, რაც დეგრადირებს, სპირალში შედის, კიდევ უფრო უარის ნაბიჯებს გადაგავს, მაგრამ იქ მყოფი მისი უახლოესი მეგობრები, ხა ჩვენ ყველა კოლეგა თული თავს და ყველა გულში, მაგრამ აი უახლოებისთან ერთადაც მუშაობდა და ასე შემდეგ, მაინც გამოხატავდა რაღაცა იმედს, რომ ახლა ამ დონეზე მაინც გადაწყვეტილება აღკვეთის შესულაზე მიღებული იქნება, ხა ახალგაზრდა ქალი, ისედაც ამდენი იტანჯა, თუ კი ვინმეს რაღაცის ჩვენება უნდა რომ აი პოლიციელს არ დავაჩაგვრინებ და ასე შემდეგ, ნუ აჩვენეს ბატონო, აჩვენეს რომ ქალსაც კი სილას არ გაარტყევინებენ პოლიციელს, გავიგეთ რომ აი ამის შემდეგ მაინც ივანიშვილი იტყოდა რომ კაი ნუ ჯანდაბაც რაც გვინდოდა ქენთუკე და გაუშვთ აწი კონტრპროდუქტი, მართლა კონტრპროდუქტიულია. არ არსებობს დედამიწის ზურგზე, არ არსებობს არც ერთი ადამიანი, რომელიც იტყვის რომ ეხა მზია მაღლობელსნაირ ადამიანს თუ კიდევ ციხეში გააჩერებთ იმის გამო რომ სილა გააწნა პოლიციელს რომ ის ამდენი თვე უნდა იჯდეს ციხეში. თან მოძალადე პოლიციელს. თავისიანებში მოძალადე პოლიციელს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხარდაჭერები რასაც ქვია, ხო? ეგ კიდე რომ მოძალადე არ აღიარებს ოცნების ხარდაჭერი რომ ის არის დგებულაზე არის მოძალადე პოლიცია. არ აღიარებს იმიტომ რომ ჩვენი მტკიცებულებები ამოყარეს ამის იმედად იყოს. ამ შემთხვევაში სრული სიგიჟია, ანუ არა მარტო აბსურდულობა, სადიზმია უბრალოდ. თან იქ ეხა ეთყობა მაინც რომ დაინახეს საფრანგეთის ელჩი იყო ჩამობრძანებული, გერმანიის ელჩის მოადგილე იყო, წინა დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება გაკეთდა. ეთყობა მაინც რაღაცას იმედები გაჩნდა რომ რაღაცას მაინც გაუწევ. არ მოხდა ეს ასე. და მზიას განწყობას დაუბრუნდეთ ისევ ის როგორ უყურებს ამას ყველაფერს. ამ სისტემის ბოროტებას მართლა საზღვარი არ აქვს. ჩვენ სამართლებრივ სისტემაზე აღარ ვსაუბრობთ. ეს არ არის სამართლებრივი სისტემა, ეს არ არის სასამართლო. ამიტომ ამბობ მიჭირს მით უმეტეს ახლა სატელევიზიო ეთერებში ჩემი შეფასებების გაკეთება, რასაც ვფიქრობ ამ სასამართლოსთან დაკავშირებით. მზია სამწუხაროდ ესაც, ანუ რამდენად აძლევენ ადვოკატს კომუნიკაციის საშუალებას იმ დარბაზში, ესაც სწორედ დიაგნოზი იყო ამ პროცესების. პრაქტიკულად დარბაზიც კი ისეა მოწყობილი, რომ ძალიან გართულდეს, ანუ ადვოკატი სადაც გიწევს ამ პროცესზე კომუნიკაცია, ანუ ისეა განლაგებული, ჩვენ მოსამართლეს უთხარით, რომ მაგი და ისე უნდა იგდეს, რომ კომუნიკაციის საშუალება გქონდეს მზიასთან, მაგრამ არა, რასაკვირველია, ის კი არა ფურცელი, როდესაც გადასცა ჩემმა კოლეგამ, საბადრაგო სამსახური დაეტაკა ადვოკატს ხელში და წარმოუდგენელი ამბები. ჩავერევი ბადრაგის უფლებამოსილი. ბადრაგს არავინ არ კითხავს სასამართლო დარბაზში და ადვოკატთან კომუნიკაცია ხელშეუხებელია აბსოლუტურად. მე ფურცელი საქმე ტომები, რასაც მინდა გადავცემ და რაზეც მინდა დაველაპარაკებ. მზია ჩემი დაკვირვებით მთელი აი ეს პროცესი 9 საათი გაგრძელდა დაახლოებით გიორგი და სულ იდგა ფეხზე. რაღაცა პროტესტს გამოხატავდა, არ დამჯდარა ეს ადამიანი. ფაქტიურად ნაშიმშილარი ნაწამები
მთელი ღამიდან წამოყვანილი, იმიტომ რომ პროცესი შუადღეს იყო დანიშნული, მთელი სასამართლო პროცესი პროტესტის, შინაგანი პროტესტის ნიშნად იდგა ფეხზე. მას დიდი სურვილი ჰქონდა თავისი მოსაზრებები პროცესზე დაეფიქსირებინა, მაგრამ იმდენად საშინელი უკანონობა ხდებოდა იმ პროცესზე, რომ მან პრაქტიკულად კომენტარების ღირსათაც არ ჩათვალა ის პროცესი. ჩემი შთაბეჭდილება ასეთი იყო, აი იდგა უსმენდა ამ უსირცხვილო პროცესს, ასე ვთქვათ, ბრალდების პოზიციონირებას და მოსამართლის პოზიციონირებას და ზოგიერთ შემთხვევაში აი სახით უხმოდ მიმიტებს აჩვენებდა ხოლმე, მაგრამ რაც მთავარი იყო, იცით, თან ისე იყო, ეტყობა წინასწარ დარიგებული ყავდა საბადრაგო სამსახური, ისე იყო გამწკრივებული, რომ მზიასთან ხედვა დარბაზის დაეკეტათ გიორგი, რომ არც კი დაენახა დარბაზს, მზია კარგად უნდა გეცადა ძალიან, რომ დარბაზის მხრიდან მზიას აღმა ჩვენი დრო გვეწურება, მაგრამ ძალიან მოკლედ რო გითხრათ მოთხოვნაზე, რომელიც უკავშირდება ერთ-ერთი პოლიციელის პატაკს, რომლის მიხედვითაც მას მოეჩვენა თუ არ ვიცი როგორ აფასებს, რომ მზია ტელეფონით რაღაც აპლიკაციის მეშვეობით აი ამ თავდასხმის და ასე ვთქვათ ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის ვიღაცას ანგარიშաբარებდა და ამ მოტივით მის ტელეფონზე წვდომას რო ითხოვს, ეს რა შეიძლება ნიშნავს? ეს ამ საქმეში, ასე ვთქვათ, დამკვიდრებული ერთ-ერთი ბანალური უკანონობაა, იმ ფონზე ახლა რაზეც მე ვისაუბრე, ამ საქმეში ეს უცებ მოულოდნელად გაჩნდა ასეთი საპოლიციო პატაკი, თვენახევრის მერე გამოძიების დაწყებიდან, რომ ერთ-ერთმა პოლიციელმა უცებ, ასე ვთქვათ, სადღაც ნახა რაღაცა უხილავმა ძალებმა ჩასახეს, რომ ზიას ეს თავდასხმა პოლიციელზე, ასე ვთქვათ, წინასწარ დაგეგმილი იყო და ის ინსტრუქციებს ღებულობდა ტელეფონით. ხო, დაამძიმონ ბრალი. უფრო, იმიტომ რომ გამოძიება უკვე დაამთავრდა, მაგრამ ჩვენ ვითხოვდით მისი ტელეფონის დაბრუნებას, იმიტომ რომ მის ტელეფონს არაფერი საერთო არ აქვს საქმესთან, ხო? და ამიტომ მათ გადაწყვიტეს, რომ სამართლებრივად, ასე ვთქვათ, წვდომა მოიპოვონ მის ტელეფონთან და ანუ რა იცი და რა ინფორმაცია მოსამართლე მიიღო რა გადაწყვეტილება მას. ჩვენ ვიშუალებ პრეცედენტი იქნება, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ეს მოიგონო და აბსოლუტურად ასეთივე პატაკი. მოსამართლეს ეს უხსენით ძალიან დიდი ხანი საკონსტიტუციო სასამართლოზე დააყრდნობით სტრასბურის რადაც მოკლედ ძალიან დიდი ხანი, მაგრამ მოსამართლემ ეს მტკიცებულება არც კი ამოიღო ამ საქმიდან. და ამის საპირწონეთ ეს ერთი პატაკიც არ ამოიღო ამ საქმიდან და ამის საპირწონეთ ამოიღო დაცვის ყველა მტკიცებულება საქმიდან. გიორგი ეს დატოვა და ამოიღო ყველა მტკიცებულება. თუმცა ბოლოს ჩვენ მოსამართლეს უხსნიდით, მაშინ როდესაც შეწყვეტა მოვითხოვეთ, ჩვენ უხსნიდით, რომ დაცვის მტკიცებულება აღარ არის, არ გჭირდება. მაგრამ ბრალდების რაც არის, იმითიც არ არის დანაშაულის შემადგენლობა და უნდა შეწყვიტო ეს საქმე. ამის მტკიცების გააგრძელებთ ბაჩეშ თორჩევის კურსში ჩაინიშნა, ხო? 18 ძალიან დიდი მადლობა ამ საქმეზე საუბარს არაერთ გადაცემაში გავაგრძელებთ, მანამდე მხნეობას, გამძლეობას უსურვებთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მზია ამაღლობელს, რომელმაც აი მხნეობის, გამძლეობის, თავდადების, თანმიმდევრულობის მაგალითი გვაჩვენებს მთელს ქვეყანას, მის კოლეგებს და მთელს საქართველოს. ქალბატონ მზია წარიაშვილს დამშვიდობები, მზია ამაღლობელის ადვოკატს, იურიდიული კომპანია ბელბეს უფროს პარტნიორს, მაიამ წარიაშვილს. სანამ მეც დაგემშვიდობებით, მანამდე არა სამწუხარო ცნობასთან დაკავშირებით ბაგრატიონის საქართველოს სამეფო სახლის მეთაურს ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკის ხვალწვეტის ყოველში დაკრძალავენ. რეჟისორი მსახიობი ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკი, თუმანიშვილის თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მიხეილ თუმანიშვილის გამორჩეული მოწაფე იყო. ის ასევე მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში, ასწავლიდა ხელოვნების აკადემიაში. იყო გრიბოედოვის თეატრის 1997 წლიდან კი კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი. იყო არაერთი თეატრალური თუ სატელევიზიო დადგმის ავტორი. მაყურებელმა ის ჯერ კიდევ 1969 წელს გადაღებულ დღემდე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართულ კინოსურათ ღიმილის ბიჭებში ნათამაშები როლით გაიცნო. გამორჩეული ინტელექტის, ცოდნის, ესთეტიკისა და ნიჭის მქონე ადამიანთან ურთიერთობა
ჩემთვის როგორც მისი მოწაფისთვის განსაკუთრებული პრივილეგია იყო, ისევე როგორც მოზარდების არაერთი თაობისთვის, რომელთა აღზრდაშიც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მუშაობისას ბატონ ნუგზარს შეხება და ურთიერთობა მოუწია. ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკის ნეშტი 2 დღის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული, სადაც მიწვალებული სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის სინოდის წევრებმა გადაიხადეს. კიდევ ერთხელ უსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს. შეგახსენებთ საქართველოს სამეფო სახლის მეთაურს ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკის ხვალ სვეტიცხოვლის ტაძარში მამის ცნობილი ქართველი პოეტის და დრამატურგის პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკის გვერდით დაკრძალავენ. აი ამ სამწუხარო ცნობით დაგემშვიდობებით ჩვენ შეხვდებით ერთმანეთს პარასკევს. მადლობა რომ მოგვიყვებით.